უკრაინამ საზღვრიდან 800 კილომეტრში ენგელსის ავიაბაზაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს. პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთზე შეტევა გასულ ღამესაც წარმატებული იყო. მისივე ცნობით დარტყმები განხორციელდა რუსეთის ნავთობ ობიექტებზეც. უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კლიმენკო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს. მან კლიმენკოსთან შეხვედრა გამართა. უკრაინის მთავრობა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები უნდა მუშაობდეს ზუსტად ისე, როგორც ეს აუცილებელია დასახული სახელმწიფო მიზნების მისაღწევად განაცხადა პრეზიდენტმა. ენდი ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა და ორშაბათიდან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. გარდიანის ინფორმაციით, მანჩესტერის ყოფილმა მერმა პარლამენტარების პროფკავშირებისა და პარტიული ჯგუფების აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო. ურთა ზოდელავა ციხიდან ვივა მეტში გადაიყვანეს. ინფორმაცია თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. ის წერდა, რომ ზოდელავამ ინსულტი გადაიტანა. ინფორმაცია არ დაადასტურა არც კლინიკამ და არც პენტენსიურმა სამსახურმა. მათივე ცნობით პატიმარ პოლიტიკოს თავბრუსხვევა ჰქონდა და საავადმყოფოში ყველა საჭირო კვლევა ჩაუდარდა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ ზოდელავა თავს ნორმალურად გრძნობს და წინააღმდეგი ამ თემას პოლიტიკური სარჩული მიეკიდოს.